ნამდვილ, ავთენტურ, კარგ, წონიან ხინკალს გავუმართოს. დავიწყოთ. თქვენთვის ხინკალი შავი ციცაკით არის თუ შავი ციცაკის გარეშე? ხაქის არომატი ისე მიზიდავს თავს ვერ აშორებ. ამას ჩვენი ბებოები ეძახდნენ დაკოპიკებას. ეს ვიდეო უნდა ნახო აუცილებლად. ხინკალს მოდუნება არ უხდება. ამას უნდა იზი შოუ გაიგე. შოუ მინდა. პირველად რეჰანი კუკინგის ისტორიაში დღეს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. არა მარტო მოხვევა მნიშვნელოვანი, არამედ ხინკლის დასრულება. მეოთხე მაგიდა ამოიყარა. ოჰო. ბარაკა. ხო პირველად ნახე. დასლაპარაკია. აბა კუჭებით გავუმართეს. გამალოთ ევახორა. აუ, მეღურებ კი. მე მოგასწარეთ. გვესვას, გვეჭამას ერთმანეთი არ დაგვეხოც. ამინ. გაგემართეთ. ჩვენს გვერდზეც დადგა ხინკლის მომზადების დრო. სულ ამაზე მიდის საუბარი. საიდან, როგორ, რისთვის და რანაირად ამ დიდ დედამიწაზე გაჩნდა ხინკალი. მე ვამბობ, რომ ეს უცხო პლანეტელების დამსახურება, ამას ადამიანის ხელი არ ურევია და ამის ორი ექსპერტი მოვიწვიეთ დღეს. თქვენ წინაშეა ლაშა და ატო. მოგესალმებით. ჩემი მეგობრები არიან იშვიათი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ სრულიად საზოგადოებისთვის მოემზადებინათ ხინკალი. გამარჯობა. რა მოდუნებულები ხართ? რა ხდება? ვერ ხინკალს მოდუნება არ უხდება? აი ლუდი ჭირდება მაგამ დროს. ლუდი თუ ჭირდება, მაშინ აუცილებლად გავხსნი და თან მე ვიცი როგორ ხსნი. აი თქვენ ვერც კი წარმოიდგენ. რას მიირთმევთ? იპა, აპა, შავი, იპა, ხო? ესე იგი. ესე უნდა ქნა, მაგრამ არ ჭირდება. ეს პატას. ეს ლაშას. ლუდის ჭიქა არაზოს არ უნდა დადგა, ხო იცი ამაზე რა ქვია, მაგიდაზე. არ შეიძლება. შავლომს უყავს ჰაერში რო გაქვს. აი ეს, აი ეს. ეგებები. სხვა დაკილეს. კი ბატონო. მე მიყვარს შავი ლომის შავი. ჩვენ ვიდეოს უყურებთ? უცხერთ. მიხვდებოდით რომ შავი ლომის შავი მიყვარს ხოლმე? და თან ვიცი დოზა, როგორ უნდა დავასხა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ლუდს ჭირდება დოზა, რომ პირველი ერთიანად მიირთო. გაგიმარჯოთ, თქვენ სტუმრობას გავუმარჯოს, ჩემ მასპინძლობას გავუმარჯოს და ნამდვილ, ავთენტურ, კარგ, წონიან ხინკალს გავუმარჯოს. გავუმარჯოს. მე მოგასწარეთ. ესე იგი, ხინკლის მომზადებას ვერ დავიწყებთ, თუ ყველაზე მთავარ რამეს არ გამოვიყენებთ და ეს არის ჩემი აზრით მარილი. აპადა. მარილის გარეშე წარმოუდგენელია ყველაფერი და მარილი სახში თუ არ გაქვთ, არ გჭირდებათ მეზობელთან გასვლა, იმიტომ რომ შეგიძლიათ ვოლტ მარკეტიდან გამოიწეროთ მარილიც კი. რომელიც გამოვიწერე მე. გამოვიწერე კიდე შავი პიმპილი და წითელი დაღერღილი ციცაკა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მარჯვე ხელები. მარჯვე ხელების მიმართულებით წარმოდგენილია დღევანდელ ასპარეზობაში პატა. ხორცის დამუშავებაში წარმოდგენილია ლაშა და თქვენი მონამორჩილი ჯარიდან ახალი დაბრუნებული ხახვის ჭრაში ან გასუფთავებაში. კიდე კაი, კარტოფილის ხინკალს არ ვამზადებ, თორე კარტოფილსაც გავარჩევდი. დავიწყოთ. მე ყველაფერი გამზადებული მაქვს, ფქვილი, მარილი, წყალი ადგილზე მაქვს. და ლაშას მე ხორცით რა ჭირდება? დანა აუცილებლად და არ მითხრა. გამოგვიგზავნა ლესემ და მედანემ, ახალი კომპანია ჩამოყალიბდა სატე, რომლის დანებიც შეგვიძლია შევიძინოთ მედანეს და ლესეს ქსელში, გავხსნათ და ნახოთ. ეს საჩუქარია ჩვენგან. საჩუქარია ჩვენი. გამოგვიგზავნე საჩუქარი. ხო. სამყავი გიორგი პროფესიონალი ამ საქმის და თავისი გემოვნებით, გეომეტრიით, ლესვით და ყველაფრით არის ეს ყველაფერი დამზადებული და მასალები და ამ შემდეგ თავის შერჩეულია და ნახოთ. ანუ ესე იგი მანამდე თუ მივდიოდით ლესეში რომ ჩვენი დანით მივსრულიყავი და გაგველესა, ეხა ძალიან მარტივია, დანით არ მიდიხართ, იქ ვეყიდულობ, გილესავენ და მოდიხარ უკან. პირველად რეჰანი კუკინგის ისტორიაში ამბოქსინგი. გახსენი, ლაშა. შენ ჭირდება პირველი ისტორია. მე ხახვი შემიძლია თითებიც გავასუფთავ. ახალ მემოდებოდით. ნახე ხახვი რომ უნდა გამერჩია, იცონ. ვა, შეფის დანაც არის, ნახე.
აიდანა, კაი. მე ავიღებ ამ პატარა დანას, მორიდებული კაცი ვარ, სხვა დანარჩენი. ხო. თქვენი ხედავთ მაგას რა. პატა, დაიწყო ცომის მოზელვა. რა ფქვილი დაუმატე, რა არის მნიშვნელოვანი, რომელი ხარისის ფქვილი? ნუ წყალის ტემპერატურა არის და ძალიან ბევრი მოთქმა, უამრავი ვიდეო არსებობს ხინკალთან დაკავშირებით. ზოგი ყინულიანი წყლით იწყებს მომზადებას, ზოგი ნელთბილი, ზოგი ოთახის ტემპერატურის მოყევი, რა ტემპერატურის წყალი გჭირდება და რა ხარისხის ფქვილი. აუ ჩვენ რასაც ვიყენებთ, ტრადიციის მიხედვით ოჯახიდან მოყოლებული მოუშვებთ ხოლმე ხონკანს, ახალსებს და ვიყენებთ მაგას. კომენტარებში ალბათ დიდი ამბავი ატყდება პაატას ხელთან დაკავშირებით და ხელები წინასწარ დაბანილი აქვს. რო იცოდეთ მაინც და ისე იწყებს ცომის მომზადებას. ცომი ხელით თუ არ ვიგრძენი, მე პირადად ვერ გავაკეთებ ისეთ როგორიც მჭირდება რა. კარგი. ვიყენებთ ჩვენ პირადად უმაღლესი ხარისხის ფქვილს, მარილს და ვონკანის წყალს, რა თქმა უნდა, მეც არაფერს არ ვიყენებ ცომთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მთავარია მე სწორი დამუშავება, წყლის სწორი რაოდენობით შერჩევა, რომ შესაბამისი სტრუქტურის გამოვიდეს. ჩვენ დაიწყე ესეთ ტექსტით, რომ ჩვენ ვიყენებთ, ანუ ჩვენ ვიყენებთ ნიშნავს, რომ პაატა და ლაშაკი არ იყენებენ. ხშირია გამოყენება და ხშირი რატოა, იცი? იმიტომ რომ ლაშაც და პაატაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სივრცის 100 ხინკალია ესეთი ძალიან კარგი სივრცე, სადაც მე და ანაც კი ვიყავით ერთხელ ხინკლის დაგემოვნებაზე და იქ დაისვა ერთი რიტოლიკური შეკითხვა ხინკალთან დაკავშირებით, რომელზედაც დღეს შევეცდებით, რომ პასუხი უკვე დამფუძნებლებთან ერთად გავცეთ. თქვენთვის ხინკალი შავი წიწაკით არის თუ შავი წიწაკის გარეშე? შავი წიწაკით. გარეშეა? აჰა. ჩემთვის გარეშე. რამდენი წილის პრობე 50-50-ზე გაქვს წილი? ნუ მაშინ ესე იგი ლაშა ჭამს შავი წიწაკით, პაატა ჭამს უწიწაკოთ. მე ვჭამ? მე სიმართლე რომ გითხრა, დაღრილი წიწაკით და შავი წიწაკით ერთად ვჭამ. მე ქალაქურს ჭამს შავი წიწაკით, მთიულურს, ანუ ჯაგახინკალს არ ვაყრი, საერთოდ წიწაკას. როგორც პილპილის გარეშე ასე მიყვარს კინძის გარეშე. ხო. ლაშას უყვარს კინძით, ანუ ქალაქური. აჰა. ფარში ჩვენ შემთხვევაში ერთი და იგივეა ხინკალში რა, მხოლოდ საქონლის ხორცი არის და მხოლოდ ბალახზე გაზრდილი და ან ნიუანსები რა. მაგრამ მე არ მიყვარს ქალაქური, ლაშას უყვარს. კი ბატონო. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში ეხა ლაშასთან გადავიდეთ, იმიტომ რომ ლაშა წარმოადგენს დღეს ხორცის ჭრელ საზოგადოებას, რომელიც ესე ოსტატურად ამუშავებს ნეკნის მხარეს, მაგრამ მე როგორც ვიცი, თქვენ შემთხვევაში ბეჭი არის მნიშვნელოვანი და ბეჭის ხორცისგან ამზადებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ხინკალს, ხო? კი. და პაატას დავესესხები, რომ ღორის ხორცს საერთოდ არ ამატებთ. არც ხორცს, არც სალას. ანუ დღეს ვამზადებთ კლასიკურ რეცეპტს, საქონლის ნეკრის ნაწილით, მაგრამ გირჩევთ რომ მოამზადოთ ბეჭით და ბიჭებმა სპეციალურად მოიტანეს ხორცი, თავისი ხორცით მოვიდნენ, თავისი ფქვილით მოვიდნენ, მე ხახვი დავახვედრე მარტო, ისიც მე მგონი. იცი რა არის, მქონდა საშუალება და მოგეცით. რატო ლუდი ხო დაგახვედრე? ლუდი დაგახვედრეთ, რა თქმა უნდა. და ბიჭებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ყვითელი ელფერი დაკრავდესო კონსო, ეს არის მნიშვნელოვანია. და ახსნაც აქვს ეგეთი, რომ ყვითელი ქონით ასე თუ გაწყობილი ხორცის ნაჭერი, ანუ ნაბალახევ, ნაძოვრებზე მოსიარულე, ჯანმრთელი რა, სოფელში გაზრდილი. ხო, სოფელში გაზრდილი, ფლაჯართელი არ ასაკში შესული, უკვე რაღაცა სახსრები რო ტკივა, მაგრამ ხო, აწუხებს რაღაცები, ეგეთი ძროხისგან და სახსრებში რო ტეხავს. კი ბა, ტეხავს. პაატამ დაასრულა ეტაპი და დაიმსახურა აპა. მოდი დაგისხა. მაგოთ ლაშას სჭირდება ტონუსი და აქედან გამომდინარე დაიმსახურა აპა. შევეგებოთ. და მე კიდე ხახო დავასვენო ახლა ჩემი ცომი და დაასვენეთ. კი ბატონო, დაასვენეთ. და მე კიდე ხახი კარგად გავარჩიე და გავრეცხე კიდევაც და დავიმსახურე რა თქმა უნდა შავილობის შავი. ესე ერთობლივად გაგვიმარჯოს კოლექტიურად და დღეს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მე აღვნიშნე რომ ეს ოქროს ადამიანები არიან 100 ხინკლის დამფუძნებლები. და მე მინდა რომ საქართველოს მოწყობაც, საქართველოსში მეგობრობის გაგებაც და საერთოდ ადამიანობაც იყოს ასე, რომ შენ შეგეძლოს რატომღაც შენი კონკურენტის მოწვევა სივრცეში,
მასთან ერთად საუბარი, მასთან ერთად კეთება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ჩემი აზრით. და გაგიმარჯვებს ბიჭებო, და ყოველთვის სასიხარულოა ნამდვილად. გვესვას, გვეჭამას ერთმანეთი არ დაგვეხოცოს. ამინ. გაგიმარჯვებს. კარგი, რას ვაკეთებთ ახლა? ჩვენმა ხინკალმა დაიმსახურა ბალახზე გაზრდილი საქონლის ხორცი. კი ბატონო. აუცილებლად, იმიტომ რადგან ჩვენ ღორის ხორცს არ ვურევთ, ამისთვის საჭიროა რომ ცხიმიანი საქონლის ხორცი იყოს. ხო, რო წვნიანი იყოს. რა თქმა უნდა. საიდან გახდა 100 ხინკალი? 99 ხინკლიდან 100 ხინკალი საიდან გახდა? ჯერ 100 ხინკალი შევქმნით ჩვენ და ეგ ანეკდოტი მე გაიჩნდა. ხო? კი. ან თქვენზე არის აღებული ეს ამბავი, ხო? არაფერი ბევრი ვიფიქრეთ სახელთან დაკავშირებით. ათასობით ვარიანტი გამიხილეთ ალბათ და არ ვიცი უცებ საიდან რა და როგორ გადაწყდა 100 ხინკალი ერთ-ერთ მაგალითად და ოღონდ 100 არა. ხო. 100 კი ბატონო. რას ნიშნავს ვერ გეტყვი და 100 რიცხვი არა. რა. ხო. და აი განმარტებაც არ აქვს რა. 100%-ით კარგი ხინკალი, აი ეს ესე ვთქვათ. ლაშ 100 ხინკალი. სიტყვებით თამაში. 100 ხინკალი. ხო, კი ბატონო. პატ 100 მაგალითად შეგიძლია. ლაშ 100, ხო. მანქანის ნომრები ეგეთები ხო არა გაქვთ? არა. უნდა აგებოთ ეგეთი ნომრები. მაგრამ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთვის 100 ხინკალი ხარისთან, სიყვარულთან, ოჯახთან და აი იმ რაღაცა არომატთან ასოცირდება, იმიტომ რომ ბიჭებმა თავის ოჯახის წევრებთან ერთად შექმნეს ეს ბიზნესი. თვითონ ლაშა და პაატა ბავშვობიდან მეგობრები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მეგობრები ბიზნესშიც წარმატებულები არიან. და ეს ყველაფერი არის ტრადიციებიდან მოყოლებული და ხინკალი ჩემთვის პირადად არის ცალკე მდგომი. არც ერთ გასტრონომიას არ მიეკუთვნება. ხინკალი არის ცალკე მდგომი პროდუქტი, რომელსაც შეგვიძლია რომ ვიამხოთ. აგრად მწყინს ხინკალს რო ხედავ რომ სახელური როქს ხუჭის მაგირად. ხო. ყველაფერს რო მოაჯირი. ხო, მოაჯირი აივანი მიშენება გამოყვა ისე ხინკალში და ხინკალზევე გამოყვა და ისვენებ. აი ყველაფერს რო შიგნით სტენიან, სუნელებს და რაღაცებს რო რამენაირად გემომისცენ და აი რაღაცნაირად გული შემთხვევა ძალიან. კი ბატონო, მე როგორც ვხედავ მაგალითად რაღაცა ისტორიულ ძეგლზე, როდესაც რაღაცა წარწერები არის და დამახინჯებული, ასევეა ჩემთვის ხინკალს როდესაც ამახინჯებენ და უკარგავენ იმ ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას, რაც ხინკალს აქვს. დღეს ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები და ვინც ამ კადრში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ზრუნავთ იმაზე, რომ ქართული სამზარეულო განვითარდეს და პირიქით უკან არ დაიხიოს და ძალიან გთხოვთ, რომ მსგავსი რაღაცები არ აკეთოთ. კარგით, მოდი შემდეგი ეტაპი დავიწყოთ. ცომის მოზელას მოვრჩი და რამოდენიმე წუთი რა, რაღაც დანიშნული დროით არა რა, ალბათ 10 წუთი, 12 წუთი, 15 წუთი სავარაუდოდ ესე ცოტა ხანს დავასვენებ, მე კიდე გადავდებ, რომ კარგად შეიგო. რამდენჯერ უნდა გადააზრდო სადღაც? მე პირადად 2-ჯერ, 3-ჯერ მაქსიმუმ. მე არ მიყვარს გადაპრიალებული ცომები რო არის. ნუ მნიშვნელოვანია რომ გლუტენი გაიხსნას და თქვენ მიხდებით ხელში. ხო, ხელში ვგზნო, მაგიტომ ვერ ხმარო ხელს, ხელში ვიგზნო რა. ფარში გავატარეთ, დავამატეთ ფარში ხახვი, რომელიც გადმოვატარეთ, დავამატეთ მწვანე წიწაკა და ეხლა დრო დადგა, რომ დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა. მე მგონი ხინკალ ძალიან უხდება შავი წიწაკა. ესე იგი, დაახლოებით აქ გვაქვს 3 კილომდე ხორცი. რამდენი მარილი უნდა დავუმატოთ და რამდენი შავი წიწაკა? 80-90 გრამი მაინც დაჭირდება 3 კილო ხორცს. 3 კილო ხორცს ჭირდება 90 გრამი მარილი და სადღაც 20 მაქსიმუმ. ხო, მაქსიმუმ. მაინც გასინჯეთ წინასწარ მარილი, როგორი მარილიანია და აქედან გამოდის. იმიტომ რომ ხორცი ყოველთვის განსხვავდება, სხვა რაოდენობის წყალს მიიღებს. ამიტომ რამდენი ჩავყარო აქ? ეს ცოტა მეტია და ცოტა მეტიც. კიდე? კი. კიდე? კიდე. რომელი საზომი ერთეული. ეხლა რომ დავიზღვიოთ თავი, ჯობია, მაგრამ კიდე მეც მიიღებს ჩემი აზრით. კარგი, აქ რა ვქნა, მუჭა? 2 მუჭა? აუცილებლად. 1 მუჭა. წყალს დავამატებთ 2 და თქმა და 1. წყალს თუ არ დავამატებ? მაშინ 1 შეიძლება. 1, აქაც 1. შენ დიდი მუჭები გაქვს და მე დიდი ხელი მაქვს საერთოდ.
ესე იგი, აქ ფარში ვამატებთ მწვანილს, ხო, როგორც ვიცი. თუ მაგ ფარში ვამატებთ. ქალაქური გავაკეთოთ. ხო. აქედან და აქ დაემატება მხოლოდ ქინძი. კი ბატონო. აქ დავუმატოთ შავი წიწაკა და კი ბატონო. ალბათ 15 გრამი მაინც დაჭირდება ამ რაოდენობის ხორცს. ქინძი დაგიკეპო? თუ ქლიანს ვყრით ქინძებს. ანუ დავკეპო. დავკეპო? ძლიერი, ძირიანი. ძირიანი. ცოტა მიწარო გახლავს. მაშინ მე წავალ დავკეპავ და მოვა თქვენ მიგია. გააგრძელეთ. პატა. დიახ. 2-20 სიტყვით გითხარით რას იქნით თუ შეიძლება. ამას ჩვენი ბებოები ეძახდნენ დაკოპიტებას. ანუ პირველად იმოჭრარო ხდება, მე თუმცა უყვარს ინგლისა ძალიან დასვენება რა. უფრო კაი გამოდის და ხომ მოუჭერი. ეხლა კიდე დაისვენეს ბოლო გამოთხელებამდე და უფრო ფაფუკი და რბილი და შეკრული და გემრიელი გამოვა. ხაშის არომატი ისე მიზიდავს თავს ვერ ვაშორებ. ჩვენი ბებოები იყვნენ დები რა და ძირითადად ერთ რეცეპტზე ვართ გაზრდილები რა, ასე რომ ოეთადეთ სადაო გვაქვს ლაშას უყვარს ქინძით, მე ქინძის გარეშე და ხო, მე ორივეც მიყვარს, კი. ორივეს დიდი სიამოვნებით მივირთ. მე მიყვარს თუმცა არაფერი დამატებითი არომატი არ აქვს ხინკას და მხოლოდ ხორცია დამოკიდებული რა. აი მე. ლაშა, ციმციმ დავჭერი. ბრავო. ზაო. რამდენი უნდა დავუმატოთ? დავუმატოთ. მე გალაგურის მოყოლო ჩვენ ჩვენ გვიყავს კინძლად. კი, არა, სუნთელი გაჭირდება, ისეთი, კაი იმიტომ რომ მომაკვაშია. ბევრია, კი. ჩვენ აგენაღლებათ ორმა კაცმა ფარში გავაკეთე, მე მარტო ამდენი რომ გავაკეთე. იცის შენი სპორტული ემეთი შემართებით მე ვარ ახტოვანებული. ხშირ შემთხვევაში ხინკალთან დაკავშირებით არის რომ აი დაწყება ართული რა. აი როგორ დავიწყო? და რა мотиваციის ის და აქვს? იცი არასდროს არ არის თული ამბავი. თული ამბავი. თუ არ იცი რა თქმა უნდა გამოიწერო რეჰანი კუკინგი, იმიტომ რომ ეს ვიდეო უნდა ნახო აუცილებლად და რა თქმა უნდა კომენტარებში უნდა იაქტიუროთ. გაგვიწეროთ თუ როგორი ხინკალი გიყვართ თქვენ, ქალაქური თუ მთიულური. ანუ ჭხილი გავხსენით, ჯაგა დავხურეთ ჭხილი. ჩვენ ქალაქურისტები ვართ რა და შავი წიწაკაც უნდა მოაყაროთ ცოტა. შიგნითაც უნდა უკრა და გარეთ. მოყრილია, მოყრილია. სასადილო ცეხის მენეჯერი შემოუერთა პროცესს თინა, რომელიც ეს არის ერთი მიწის შვილები არიან პაატა და ლაშა და თინა და არა დამიწუნეს. უკვე დაუწუნეს. ანუ ცუდად დაიწყეო და აბა ეხლა ვნახოთ შემდეგ მეორეს როგორ გააკეთეთ. პაატა თან ხელში უყურე. მოინდომე აბა თინა. ლაშა აბა შეხედე შენც. აი აღარ შეგეწინა. არ გამიბრაზდა. ორი მონდოემო და სურვილი. კაი, ეს ბიჭები ეხლა მადლობა. მადლობა თინა. არითმეტიკული პროგრესიით რო დავთვალოთ, რამდენი ხინკალი შეგიძლია მოახვიო? რა პერიოდში? 4 საათი. ცომი რომ გქონდეს და ხო. ფარში გამზადებული. ხო, რამდენ ხანში? 4 საათში? საათში. 300 ალბათ რა. 300? კაი, მოდი ეხლა ჩელენჯი გავაკეთოთ, ვინ უფრო სავარაუდოდ სწრაფად ვიცი. შეახოს. მე წამზობს ჩავთავ. ჩემს ლაშაშო. მე არა, აი თქვენ ორში რა, ეხლა პროფესიონალები სამდომი ხართ. დადე არ დაიღალო ვახო ეხლა გაჩერდი. 1, 2, 3. დაიცად ლაშამ დადოს? მე ჩემ ლაშას არ ვეჯიგრებ. ამას უნდა ის შოუ გაიგე. შოუ მინდა რა. ხედვა მინდა, ხედვა. აჰა. აი ესე გამიზადებ ლაშამაც ესე გამიზადებ და ცადოთ რა მე რა. 1, რა ქვია, 4 წუთი გვაქვს. 1, 2, 3. 4 წუთი. არ არის კარგი დანიშნა დროის, იმიტომ რომ აქ წომები გამიფუჭდება ამასობაში. კაი, 2 წუთი იყოს მაშინ. ლაშამ დამას რომ მოხდა. ნახე, ლაშას პრაქტიკა როგორია აქ, შეხედე? აი. მე ჩემ ლაშას არ ვეჯიბრები. აღა შუხს არ ვთესავ ეხა. მაგრამ მე მე გავგზელებ წომების გასაგებად. შავი საქმე ვრცელია. ბიჭო, გამიფუჭდება ძმაო წომი და მე ვზრუნავ ეს ჩემთვის მარტო პროდუქტი კი არ არის კაცო. ლაშა, დიდი. შენ ჩემს ტემპი არ ოჯახია, დააგროვ. ტრადიციაა. ხო, ისე გავაჩერებ ეხა, იმიტომ რომ ხინკალს არ უხდება შეჯიბრი. ხინკალი არის ის კერძი, რომელსაც ჭირდება
დაკვირვებული ზრუნვა. თვალი, კი ბატონო. გემრიელი ხელი და გულით მომზადება. კარგი, ეხლა ლაშა და პაატა ამზადებენ ქალაქურ ვერსიას. მე მოვამზადე ხახვი. ძალიან კარგად მოვამზადე ხახვი. კი, ეგეთი ხალხი ძალიან ხო პირველად ნახე. რას ლაპარაკობ? მეოთხე მაგი და ამოიყარა პატა შენი ჩაყრილია მალე იქნება? 10-15 წუთი რა. ძველები ამბობდნენ რომ ერთი წელი უნდა ჩატო ოთუშეთში. რომ რა ქვია, ქვაბის უნდა იყოსო რა. ხინკალში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სწორი მორევა. თავარია რომ პირველს რომ ჩავაგდებ ხინკალს, დახვდეს რაღაცა წრიული მოძრაობა, რომ არ მიეკროს ზედაპირს. თორე ერთი თუ მიეკრა ზედაპირს, მე იმის აზრობა წარმოუდგენელია. სწრაფად ჩაიყრება ყველაფერი ხო, წყალში. რა ხან ქალაქურია. აუცილებლად შავი წიწაკა მოუხდება. ოჰოჰოჰო. ბარაკა. ნახე როგორ ვქნათ, მარცხენა ხელში შავი ლომი, მარჯვენა ხელში ხინკალი, აიღე. მარჯვენა ხელში თეთრი ხინკალი. თეთრი ხინკალი. დაგეწვა? ძალიან ცხელია. ცხელია? ძალიან. მე მოკალული მაქვს თითე. მოკალული მაქვს. მოდი მე გემრიელად ორი ხელი შევჭამ რა. აუ! შენ ორივე ხელი ხინკალს დაუდგე, ხო? ისი როგორია, აი მზე გეფიცხება. ხინკალი გეფიცხება. როგორი კუჭია, იცი? აი ჯიბეში უნდა ჩაიდო, აი ჯიბეში შეაგრო და მე დღის ბოლოს გასვლა. ბავშვი ეს არის კუჭი. აი ეს არის ბედნიერება. ამას მე ვაგროვებ, ხო ის? და ვითულებ. თქვენ არ ითულით ხინკალს? არა, ამ ხინკალს კუჭებით მივირთმევთ და ამიტომ აი მეორეს მაშინ კუჭი შევჭო. ესე იგი ლოგიკურ დასკვნამდე მივედით, რომ ჩათვალე პაატას ჩამოვართვით პასპორტი. ხო? იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველანაირი საქმე რაც იყო პაატამ გააკეთა. პირად საქმეში გამოცხადებული, ესე იგი საუკეთესო ნიშანი რა. ნუ მე და ლაშამაც რაღაცა გავაკეთეთ ეხლა რა. ვეცადეთ. ველი სული და გულით აქ ვიყავ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გავაკეთეთ, ეხლა უნდა ამოვიღოთ თიულური. და პაატას ვცეთ პატივი, იმიტომ რომ ქალაქური ისე რა უყვარს. თიულური მისთვის ყველაზე საყვარელი სახეობაა ხინკლის. სულ არის ხოლმე ამბავი, რომ სივწყალს ამატებენ ხოლმე. და სივწყალთან დაკავშირებით რას ფიქრობ შენ? არის ხოლმე აუცილებელი დამატება უკვე ადუღებულ მასში, ხინკალში? მე ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა იგრძნო. ხო. აი მოხარშვის დროს უნდა შეიატყო. ხო. გააჩნია რამდენ ხანს დუღს. დაახლოებით 10 წუთია რეკომენდირებული, რომ ხინკალმა იდუღოს, ხო? ხო და აი რაოდენობასაც გააჩნია, რამდენ ხანში ამოდუღდება მაგასაც გააჩნია და ამიტომ ფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება ხინკლის მოხარშვას. არა მარტო მოხვევა მნიშვნელოვანი, არამედ ხინკლის დასრულება. კარგი, ამას ციცაკას არ ვაყრით, იმიტომ რომ არ ვარგა ჩემი აზრით. შენს რას ფიქრობ? მივყვეთ პროცესს. რა თქმა უნდა. კარგი, მაშინ შემდეგი ეტაპი დაგვრჩა. შავი ლომის იპა. გამალოთ ევახო რა. იცი რა არის? ისეთ ტონუსში გამყოფებ და ისეთ კარგ ხასიათზე გაყენებს, რომ წარმოუდგენელია, რომ არ მიირთვა და არ მიირთვა. თან ხინკალს ლუდი რო ხდება. ხინკალს ლუდი. ხინკალი და ლუდი ეს არის ორი განუყოფელი ნაწილი. თქვენს რომას გაუმარჯოს, ჩემ ყურებას გაუმარჯოს. მე მგონი ყველაზე კარგი მომსკირალი შეიძინეთ მეგობრად. პროფესიონალი მაყურებელი. აი ეგეთი თვალი მე რომ მაქვს, ვერ წარმოიდგენ არავის არა. შენი მეუღლეც ხელოვანია, ჩემი მაცხელოვანია. მაყურებელი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მსმენელი და მაყურებელი ყავს. რა თქმა უნდა. შენ გაგიმარჯოს. გაგიმარჯოთ თქვენ. თქვენ ოჯახებთან, თქვენ საქმეს გავუმარჯოს. მართლა შეყვარებულები ხართ თქვენ საქმეზე და ეთყობა კიდევაც, ხო, არავინ არ გავალდებულებდა პაატა მაგალითად 157 ხინკალის ცომი რომ მოგემზადებინა და 100 ხინკალი გაგეკეთებინა,
მაგრამ მაინც გააკეთე. ლაშამ კიდე ისე ოსტატურად შეაზავა ფარში, რომ წუნს ვერ მოძდებ. აი, მარილი ცოტა აკლია, წიწაკა ხო მეტი არა აქვს, ცოტა, აი ვერაფერს ვერ იტყვი, ვერ დავამატებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით ვიდეოში. დიდი მადლობა ვოლტს, რომ აი ეს წიწაკა, მარილი და შავი წიწაკა და დაღერღილი წიწაკა მოგვიტანა და ჩვენს გვერდით იყო. ჩვენ გვერდით იყო, აბარა. დროულად მოგვერდა. ესაა მნიშვნელოვანი, ვინ არის შენს გვერდით? კიდე ძმო, სერიოზული დანები გამოგიზავნა სატენო. დანებსაც ძალიან დიდი მადლობა, ყველაზე ლესეს, არაუხუჩევ. გიორგის ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით შემდეგ დიდი ვიდეომდე, მადლობა, რეჰანს. მაგრამ მანამდე ერთგვარი ჩელენჯი ხო ქონდა დასაწყისში, ქალაქური ჯობია თუ მთიულური. ქალაქური გავსინჯე და აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მე მაინც მწვანილისტი ვარ და მწვანილიანი ხინკალი მიყვარს. და ეხა გავსინჯავ აბა უმწვანილოს. არ შეუშინდე. ვაიმე. ახალი ვახო არ ნახე, აღმოაჩინე. შეხედე, აი ეგ არ უნდა შეუწვე. ახალი ვახო არ აღმოაჩინე შენ. აი ეგ უნდა ჩამოგეწუწკროს. ცოტა უნდა გადი. თავარია რაჯებამდე არ მიიყვანო. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო. უგემრიელეს წინკალი იყო. შეგარგოს მო. ხო იცი, აი სისხლს რო იჭრიან და ძმობას რო ფიცავენ. ხო იცი? აი ხა აიღე ხინკალი, დაისვარე ხელი და მე ისე ჩამოვარტოთ ხინკლიანი ხელით ვერ ერთმანეთს. ესე შეგვიძლია. აბა, ბუჭებით გაუმარჯოს. ჯერ კიდე სათმელი გვაქვს აგე და მოსახარში. რამდენს ვამზადებ ნახე. აუ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ კადრს მიღმა რა ხდება. ცეხის ტერიტორია გადაჭედილია და ყველა თვალებში შესისწინებს პაატას. თუ როდის დაასრულებს ცომის მტყელებას და ხინკლის შეხავას ლაშა და მე რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ყურებას. რატო შეხოურებ? მე ურებ, კი. კარგად გზანდებოდეთ ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.